აქვს, მაგრამ ხო დავამაგრე ტელეფონს. კარგი. შეგვიძლია დავუწყო. მოგესალმებით, მეგობრებო. ძალიან გვინდა რომ ამ ჩვენმა შეკრებამ, ღილობამ ჩაიაროს სასიდეთო ჩვენთვის ყველასთვის ხანდია.
ვიდრე დავიწყებთ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პროტესტში მონაწილე ჩვენს მოშიშილე თანამებრძოლებს ზია ამაღლობელს და ემო კათამაძეს დიდი იმედი გვაქვს ასასრულის რა თქმა უნდა მინდა მადლობები დავიწყო მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო საინიციატივო ჯგუფს და საორგანიზაციო ჯგუფს ამ ყველაფრის აქამდე მოყვანისთვის მე გახლავართ პატაციკოლია უკაცრავად ამიტომ დამეწყო და დღევანდელ ამ ჩვენს პრილობას და ამ ჩვენს დომას გავუძღვები მე ეს პატივი გადაწყვეტა რომ მე უნდა მეკისრა ჩვენს საორგანიზაციო ჯგუფს ასე გადაწყვეტეს მოკლედ მათ და მომიდევთ ხო მინდა მადლობა გადავუხადო საინიციატივო ჯგუფს და საორგანიზაციო ჯგუფს ამ ყოველთვის აქამდე მოყვანისთვის მინდა მადლობა გადავუხადო მხარდამჭერებს რომლებმაც აქტიურეს და წარმომადგენლები წარადგინეს საზოგადოებრივი ასამბლეისთვის მინდა მოსულ სტუმრებს გადაგიხადოთ მადლობა რადგან იზიარებთ ჩვენთან ერთად ამ პასუხისმგებლობას და მინდა მადლობა გადავუხადო თეატრ სახელოსნო 22-ს მასპინძლობისთვის სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის საზოგადოებრივ საწყისებზე ენთუზიაზმზე და ეს განსაკუთრებით დასაფასებელია მithumetes ასეთ კრიტიკულ დროს როცა თანხმობა არის ალბათ კრიტიკულად გადამწყვეტი ფასეულობა რომლისთანაც ჩვენ ყველა ვისწავლით და რომელიც ჩემი აზრით დაგვიყვანს სამშვიდობოს რა თქმა უნდა რომელიც გვაქვს და რომელსაც უბრალოდ შეიძლება გამოხატვა ჩვენი დღევანდელი ყრილობის მიზანი არის მარტივი დღეს ვაარსებთ საზოგადოებრივ ასამბლეას და ასამბლეის მნიშვნელობაზე თუ კი რამე შეიძლება ითქვას ასამბლეა იქნება საზოგადოების გაერთიანების პროცესის ჩქარების გავიმეორებ რაღაც მიკროფონის პრობლემა იყო ან ჩემი ასამბლეა იქნება საზოგადოების ხელს გვიშლის რაღაც ასამბლეა იქნება საზოგადოების გაერთიანების პროცესის ჩქარების შეთანხმებული საზოგადოებრივი დაკვეთის მკაფიოდ ფორმულირების და საზოგადოებრივი პოლიტიკურ პროცესებზე დადებითი გავლენის მიზნით. აქედან უკვე ვიწყებთ ამაზე ყველაფერზე მუშაობას, ჩვენ ერთად უკვე ვდგამთ ამ პირველ ნაბიჯს და დიდი იმედი მაქვს, ეს ყველაფერი უკვე ხილული იქნება და საქმე რო გექნება და წინ რომ მივიწევთ, თავად დავინახავთ და ეს იქნება ყველაზე კარგი ახსნა იმისა, რისთვის იქნება საზოგადოებრივი ასამბლეა და ამიზანი ამოწრავებს. ახლა კი მინდა წარგიგინოთ საორგანიზაციო და საინიციატივო ჯგუფის წევრი ქეთი არჯევანიძე, რომელიც გაგვაცნობს ყრილობის მიზნებს და ასამბლეის საქმიანობის პრინციპებს უფრო დეტალურად ვიდრე მე მოგახსენებთ. მოგესალმებით თვითმასო მეგობრებო, კოლეგებო და თანამოქალაქეებო. მიმდინარე პოლიტიკურმა და სოციალურმა კრიზისმა ცხადი გახადა, რომ მშვიდობიან და დროულ დაძლევას მოითხოვს. ამისათვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება. შედეგად საჭიროა ინკლუზიური და ღია საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც თანამშრომლობასა და ქმედიდობაზე იქნება ფოკუსირებული. დღევანდელი დამფუძნებელი ყრილობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. შექმნა საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა, როგორც საზოგადოების ინტერეს ჯგუფების ერთმანეთთან და პოლიტიკურ აქტორებთან დამაკავშირებელი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას. საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის მიზანია სუვერენიტეტის დაბრუნება საქართველოს მოქალაქეებისთვის და დემოკრატიული სახელმწიფო მმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ამ მიზნით ასამბლეა შეასრულებს შემდეგ ამოცანებს: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მხარდაჭერა და აქციების დროს უსამართლოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლებისთვის ბრძოლა, საზოგადოებრივი მობილიზაცია და ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას მოახდენს.
ევროკავშირთან გაწევრიანების გზაზე მდგრადი ინსტიტუციური წინაპირობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, დემოკრატიული კონსტიტუციური მოდელის შემუშავება, რომელიც გამორიცხავს ძალაუფლების კონცენტრაციას ერთ წერტილში და უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებების დაცვას. საზოგადოებრივი ასამბლეა, რა თქმა უნდა, აგრძელებს სახალხო პროტესტის საქმეს და აძლიერებს მას პროტესტის მონაწილეთა კოორდინაციით, ინტელექტუალური რესურსის ეფექტური გამოყენებით, ინფორმაციის გავრცელებისა და სტრატეგიული კოორდინაციის მექანიზმების შექმნით. ასამბლეას ეკრება მობილური ადამიანური რესურსი, რაც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სწრაფ მობილიზებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას. საზოგადოებრივი ასამბლეა უნიკალურია თავისი ინკლუზიურობით და ღიაობით. იგი არ არის კონკურენციაში სხვა ინტერეს ჯგუფებთან, არამედ მათ შორის დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებს. ასამბლეაში გაწევრიანება შეუძლიათ ყველა ინტერეს ჯგუფს, ვინც იზიარებს მის პრინციპებს. ეს არის თვითორგანიზებული უხალისობრივი გაერთიანება, რომელსაც არ ჰყავს მმართველი ორგანო. მისი მოქმედება განსაზღვრულია მემორანდუმით, ეთიკის კოდექსით და წესდებით. ეფუძნება საჯაროებისა და არაძალადობრივების პრინციპებს. შედეგად, დღესდღეობით საზოგადოებრივი ასამბლეა კონკრეტდება წარმომადგენლობის პრინციპით. 100 პირი დაკომპლექტებული ინტერეს ჯგუფს ჰყავს 3 წარმომადგენელი, რომელიც კონსენსუსით იღებენ გადაწყვეტილებას. ამჯერად 25-ზე მეტი განსხვავებული ინტერეს ჯგუფი ყავს ასამბლეაში, რომელიც აერთიანებს 3000-ზე მეტ პირს. აქედან კულტურული მემკვიდრეობა, კულტურა, შესაძლებლობის მქონე პირთა დიდი თემი, რეგიონი, ქუთაისი, ადვოკატები და იურისტები, საქართველოს უნივერსიტეტი, სოციალური მუშაკები, ახალგაზრდული სფერო, მედია და კომუნიკაციები, ამერიკის შეერთებული შტატების ემიგრანტები, ასევე სხვა სახელმწიფო და წარმომადგენელი ემიგრანტები, სულ 52 წარმომადგენელი ჯგუფები არის სრული ხმით. ხოლო საკათბირო ხმით წარმოდგენილია აკადემიური სფერო, 2 სტუდენტური ჯგუფი, ფსიქოლოგები, მასწავლებლები და მცირე მეწარმეები. ამ შემადგენლობით და გამავალფერების მოლოდინით საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა 1917 წლის პირველი რესპუბლიკის დაფუძნების წარმატებულ გამოცდილებას და იწყებს საპასუხისმგებლო მისიის შესრულებას. მოგვცეს თითოეულ მოქალაქეს ჩართვის მექანიზმი, რათა გავერთიანდეთ და ავიღოთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის საერთო მოღვაწეობაზე. მეგობრებო, მე რო წინ დავკანავია და დაგყავოთ ჩემი დოხით. ადგილიდან ვიტყვი მოკლე საქმელს. ეხლა უნდა ერთგვარი რიტუალი შევასრულოთ. წარმომადგენლები პირველ რიგში ცხედან, მაგრამ ცხედან ასევე სხვაგანაც, ასე რომ სამწუხაროდ ეს მკაფიოდ გამოკვეთილად არ არიან, შეიძლება პირიქით ესე ჯობდეს და მინდა ერთ პატარა რიტუალი ჩავატაროთ. ჯგუფების არჩეულ წარმომადგენლებს ვთხოვთ გამოუცხადოთ ერთმანეთს ნდობა და ამგვარად დავადასტუროთ საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დაფუძნება ხელის აწევით. დიდი მადლობა. მეგობრებო, კოლეგებო, თანამოქალაქეებო, გილოცავთ საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა დაფუძნებული. ხარტია უნდა წავიკითხო და მე მგონი ერთხელ კიდევ შეგაწუხებ ჯობია მან გამოვიდა. გაგაცნოთ საზოგადოებრივი ასამბლეის ხარტიას. საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამფუძნებელი ყრილობის ხარტია. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სახელმწიფოებრიობის, წინაპრების, დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე. მიზნად ვისახავთ მშვიდობიანი გზით გადავჭრათ არსებული პოლიტიკური კრიზისი. დავაბრუნოთ ქვეყანა დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციურ სამართლებრივი სახელმწიფოს და ევროინტეგრაციის გზაზე. ავტოკრატიული სისტემის ნაცვლად ხელი შევუწყოთ მედეგი დემოკრატიული სისტემის განვითარებას. რომელიც მომავალშიც მაქსიმალურად გამორიცხავს ძალაუფლების მიტაცებას და უზრუნველყოფს მოქალაქეთა სუვერენიტეტს. მიგვაჩნია კრიტიკულად მნიშვნელოვნად უმოკლეს დროში ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც რეალურად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას, მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ ძალადობის დაუყოვნებლივ შეჩერებას და საპროტესტო აქციების დროს უსამართლო დაკავებულების გათავისუფლებას. ამ ყველაფრის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია
ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებსა და ინტერესთა ჯგუფებს შორის კოორდინაციის, მდგრადი თანამშრომლობის მექანიზმების არსებობა. ვაფუძნებთ საზოგადოებრივ პოლიტიკურ თანამშრომლობის პლატფორმას საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას, რომელიც თავის მხრივ 1917 წლის საქართველოს ეროვნული ყრილობის მემკვიდრეობას ეფუძნება. 8 თებერვალი 2025 წელი თბილისი, საქართველო. საზოგადოებრივი ასამბლეის წარმომადგენლებს ოფიციალური ნაწილის დასრულებისთანავე მოგიწოდებთ აი ეს საკითხული ქარტია ფიზიკურად მანქარტის ფიზიკურ ვერსიაზე, რომელიც გარეთ დაგვდება ფოიეში მაგიდაზე. დაადასტუროთ თქვენი გადაწყვეტილება, რომელიც ახლა გამოხატეთ ხელისაწევით, იქ დაადასტუროთ უკვე ხელმოწერით. ახლა კი მოვუსმინოთ საზოგადოებრივი ასამბლეის მიმართვებს. გვანცა კაკაურიძე მიმართვა ქართულ საზოგადოებას. მარტივი გააზრებით, რომ ქალაქი წარმოადგენს სახელმწიფოს და ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტი სიჩართულობით უნდა მიიღებოდეს. ყიფე დემოკრატიის და ავტოკრატიის პირობებში კი მოქალაქე არაფერს ნიშნავს. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არაერთხელ დამდგარა მომენტი, როდესაც მოქალაქეს დაკარგული აქვს თავისი ფუნქცია, მოწყვეტილია პოლიტიკურ პროცესებს და არ არის გადაწყვეტილებების მიმღები. იგივე ისტორიამ დროთა განმავლობაში ჩვენ საზოგადოებაში გააჩინა სკეპტიციზმი მის როლზე და დაამკვიდრა კიდეც ყველაზე ცუდი მიდგომა მე აპოლიტიკური ვარ. დღეს შექმნილი ვითარება გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოსგან განყენებულად დგომა თითოეული ჩვენგანისთვის დამღუპველია. დროა პირადად ავიღოთ პასუხისმგებლობა და შევქმნათ ისეთი ქვეყანა, როგორსაც ყველანი ვიმსახურებთ. ავაშენოთ სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური ძალები საზოგადოებას ანგარიშს უწევენ. გრძნობენ მის მიმართ პასუხისმგებლობას და პატივისცემას. თაობების მიერ ჩვენამდე მოტანილი დამოუკიდებლობა გვავალდებულებს საბოლოოდ გამთავისუფლდეთ ბატონყმური მენტალიტეტისგან და გავიაზროთ, რომ ამ ქვეყნის ცენტრში ჩვენ ვართ, მოქალაქეები და თავადვე გამოსაზღვროთ მისი აზრყო და მომავალი. ახლა ისმის კითხვა, როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი? პასუხი მარტივია, გაერთიანებით და თანმიმდევრული ნაბიჯებით. როდესაც ადამიანები ერთიანდებიან საერთო მიზნებისთვის, მათი ხმა უფრო ძლიერია. დღეს შეიქმნა სწორედ საზოგადოებრივი ასამბლეა ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენი ძალა იგრძნობოდეს და ისიც იყოს მტკიცე და ურღევი. ასამბლეაში გაწევრიანება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, განუხრადად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა. ეს არის უნიკალური შანსი, რომ ერთად შევქმნათ ისეთი საქართველო, რომელშიც ყველა მოქალაქეს ექნება ხმის უფლება, ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა და ღირსეული მომავალი. შემოგვიერთდით. მიმართვა ქართულ მედიას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მეც მივახართ თითოეული თქვენგანი, ვისაც აქვს უწფელი სურვილი, რომ დავიხარჯოთ საერთო საზოგადოებრივი სიკეთისთვის. მადლობა ინიციატორებს. ვეცდები, რომ ჩემი სიტყვა იყოს და კონკრეტული. ჯერ იყო სიტყვა, დღესაც არის სიტყვა, თავისუფალი და მართალი. ადრესატამდე მისვლისთვის მას უწევს დეზინფორმაციის, მანიპულაციის, პროპაგანდის მიაღვარის გადალახვა. ამას უმატებთ შემსრულდავ კანონებს და ისევ სასტიკ ძალადობას. ჩვენი კოლეგების ნაწილი, დიდი ნაწილი, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ერთ წვრილ ძაბზეა ახლა მზია ამაღლობელი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თავისუფალ სიტყვას დაცვა და დახმარება სჭირდება. დავკარგავთ სიტყვას, დავკარგავთ თავისუფლებას. ძალა ერთობაშია, საზოგადოების ერთობაშია. წამს რომ ამ ერთიან ძალისხმევას, კეთილსინდისიერ ძალისხმევას აუცილებლად მოყვება
საერთო საზოგადოებრივი სიკეთე. წარმატება თითოეულ თქვენგანს, წარმატება საზოგადოებრივ ასამბლეას. მადლობა. გურამ მაცხონაშვილი მიმართვა პოლიტიკურ ძალებს. საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა მიმართავს მოქმედ პოლიტიკურ ძალებს და მოწოდებს მათ შევიდნენ რეალურ დიალოგში ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან, რეგიონებთან, უმცირესობებთან. შევიდნენ დიალოგში ერთმანეთთან, შევიდნენ საპროტესტო მოძრაობასთან. თამამად შევიდნენ იმ კრიზისთან, რომელსაც რეჟიმი აწარმოებს. ჩვენ გვჭირდება თვისობრივად ახალი პოლიტიკა, ისეთი, რომელიც გააცოცხლეს მკვდარ პოლიტიკურ ენას. რათა განახლებულ ენაზე ამეთვალება შეძლოს ხმამ, რომელიც ჩახშულია პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული მიზნებით. გვჭირდება პოლიტიკა, რომელიც დაიბრუნებს რეჟიმისგან მიტაცებულ რესურსებს, გაყალბებულ იდეებს, შეძლებს და განაახლებს შინაარსებს. პოლიტიკურ ველზე გვჭირდება შინაარსები, რომელიც მოქალაქეებს მათ რეალურ საჭიროებებსა და წუხილებს აირეკლებს, რომელიც მდობის შენებას უზრუნველყოფს. გადაუდებულად გვჭირდება პოლიტიკა, რომელიც დაიხსნის ყველა პოლიტიკურ ტყვეს, დაიხსნის თემურ ქათამაძეს, დაიხსნის ზიამაყოს. კიდევ ერთი მიმართვა ნანა ამისულაშვილი მიმართვა დასავლეთის ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებამოსილებს. მოგესალმებით. შეიძლება მოგხსოვ, მეც ვიყავართ. მე წამიკითხავ ფორმალურ კაცრ შავ ტექსტს. ისმის? მე აქედან მინდა მიმართო საერთაშორისო საზოგადოებას ასამბლეის სახელით. მიმართავ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობებს და ხალხებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს აქტიურად გამოუცხადონ სოლიდარობა ქართველ ხალხს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოსათვის მშვიდობიან ბრძოლაში. მოვუწოდეთ საერთაშორისო საზოგადოებას გამოიყენოს ყველა ლეგიტიმური და ეფექტიანი ბერკეტი, რათა უზრუნველყოფილ იქნას პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს პროცესები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის დაძლევისა და ქვეყნის ევროპულ დემოკრატიულ ცივილიზაციასთან ინტეგრაციისთვის. ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია კონსტიტუციური წესრიგისა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. მოვუწოდეთ საერთაშორისო საზოგადოებას გააძლიეროს ზეწოლა საქართველოში არსებულ რეჟიმზე და მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას, პოლიტიკური ჩაგვრის შეწყვეტასა და სამართლიანი პოლიტიკური გარემოს შექმნას. საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა მზადაა ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა და პოლიტიკური სტაბილურობა. მიხვდებოდით, რომ ეს ძალიან კაცრი და ძალიან გაწერილი ტექსტი განკუთვნილია ოფიციალური მიმართვისთვის, რომელიც შესაბამისი ფორმით გაიგზავნება მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამითი ჩვენ გვინდა რომ დავანახოთ ჩვენი თავი, რომ რას ვაკეთებთ სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანები, მოქალაქეები საქართველოში როგორ აქტიურობენ და იბრძვიან გადარჩენისთვის. ძირს რუსული რეჟიმი.
მცირე ბლოკი დარჩა, მეც აღარ ეხლა ზედმეტი დაყვანების გარეშე, რა კი უკვე დავასწრით და მიმართულები წავიკითხეთ, გადავიდეთ სამუშაო პროცესზე. მოსამზადებელი ეტაპის დროს საინიციატივო ჯგუფის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ, ხვდებოდნენ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლებს. ამ პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე აქტუალური სამუშაო საკითხი, რომლებიც უკვე ახლა ითხოვენ ასამბლეის ყურადღებას. ეს საკითხები სამუშაო რეკომენდაციის სახით გადაეცემა ასამბლეას და ასამბლეა ერთი კვირის ვადაში დაამტკიცებს პრიორიტეტულ სამუშაო საკითხებს და შექმნის სამუშაო კომისიებს. უფრო დეტალურად ისაუბრებს სოფიკო მუშკუტიანი. პირველ რიგში ვისაუბრებ საზოგადოებრივ ასამბლეაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ქმედებები შეიძლება განახორციელოთ ამისთვის. საზოგადოებრივ ასამბლეაში გაწევრიანება უპირველეს ყოვლისა შეუძლია ყველა მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია, რომ შეიტანოს წვლილი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და არსებული კრიზისის გაწყებაში. ასამბლეის წევრებისთვის აუცილებელია პირველ რიგში ეთანხმებოდეთ მემორანდუმს, სახელს აწერდეთ მას და მეორე რიგში შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ინტერეს ჯგუფში ან თემატურ ჯგუფებში. აღნიშნულისთვის ვებგვერდზე განთავსებული არის ორივე მიმართულებით შესაბამისი კითხვარები. ინტერეს ჯგუფში გაწევრიანების მიმართულებით, როდესაც შეხვალ და ნახავთ ინტერეს ჯგუფთან ჩამონათვალს, შეგეძლებათ რომ აირჩიოთ, რომელ ინტერეს ჯგუფში გაწევრიანება გსურთ, გამოგზავნოთ მოთხოვნა და დაერულოთ გადაწყვეტებას. ამასთანავე ამ მიმართულებით შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, რომ თქვენ თვითონაც გააკეთოთ ინტერეს ჯგუფის ინიცირება, იმ შემთხვევაში თუ ჩამონათვალში ვერ ნახავთ იმ საქმიანობის ან ინტერესის მიმართულებით არც ინტერეს ჯგუფებს, რომელიც თქვენთვის სასურველი იქნებოდა რომ არსებობდეს და ასამბლეა, რა თქმა უნდა, ამაში მხარს დაგიჭერთ, რომ ჩამოაყალიბოთ პროცედურულად ხარს დაიჭერს ჩამოაყალიბოთ ინტერეს ჯგუფი. ამასთანავე თუ თქვენთვის სასურველი არის რომ ინდივიდუალურად გაწევრიანდეთ ასამბლეაში, ამ შემთხვევაში შესაძლებლობა არის ვებგვერდზე განთავსებულია თემატური ჯგუფები, სადაც ასამბლეის მიზნების და ამოცანების მიმართულებით ამ ეტაპზე განსაზღვრულია სავარაუდო სამუშაო საკითხები და აი ამ საკითხებთან მიმართებაში თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ უკვე არსებული თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სამუშაო თემატიკა ან გააკეთოთ ინიცირება ახალ თემატიკასთან მიმართებაში და ამ საკითხებზე შესაძლებელი იქნება რომ შემდგომში ასამბლეაში ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფები და კომისიები. ეს შეეხება პროცედურულად როგორ შეიძლება რომ გაწევრიანდეთ ასამბლეაში და სამუშაო საკითხებთან მიმართებაში მოგახსენებთ ძალიან მოკლედ რა მიმართულებები არის ამ ეტაპზე შემუშავებული, თუმცა უნდა აღვნიშნოთ რომ ეს რა თქმა უნდა ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს საინიციატივო ჯგუფმა აი მიმდინარე პროცესამდე სანამ ჩამოყალიბდებოდა ასამბლეა და ეთაპობრივად ჩამოვაყალიბოთ მიმართულებები. რა მიმართულებები შეიძლება რომ განხორციელდეს სხვადასხვა ტიპის აქტივობა, თუმცა უკვე როგორც მოგახსენეთ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა როგორც ასამბლეის წევრებმა რომ თავადაც გააკეთოთ ინიცირება სხვა სამუშაო საკითხებთან მიმართებაში. მოკლედ გაგაცნოთ ამოცანებს და იმ შესაძლო სავარაუდო მიმართულებებს, რომელზეც საინიციატივო ჯგუფმა ვიმუშავეთ. პირველი ამოცანა ეს არის საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ამ მიზნის მისაღწევად სამუშაო ჯგუფების საქმიანობა შეიძლება განისაზღვროს პროტესტის გაძლიერება, ამორჩეულთა ცნობიერების ამაღლება და არჩევნებისთვის მზადება. მეორე ამოცანა ეხება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და ამისათვის შეიძლება სამუშაო ჯგუფები მუშაობენ იმისთვის, რომ გაზარდონ ინტერეს ჯგუფების ამ რაოდენობა ან გააფართოვონ უკვე არსებული ინტერეს ჯგუფები. მესამე ამოცანა ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციის მდგრადი ინსტიტუციური წინაპირობების შექმნას, რაც უზრუნველყოფს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას და აჩქარებს ევროკავშირის წევრობის პროცესს. ამ მიმართულებით შეიძლება საქმიანობა განხორციელდეს ევროკომისიის მიერ დათქმული 9 ძირითად დათქმაზე. მეოთხე ამოცანა გულისხმობს კონსტიტუციური მოდელის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების ბალანსს, გამორიცხავს ძალაუფლების კონცენტრაციას ერთ წერტილში და აძლიერებს მოქალაქეთა
კონსტიტუციურ უფლებას. ამისთვის შესაძლოა ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ მაგალითისთვის დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებების თემატიკაზე და სხვა. და მეხუთე ამოცანა საქართველოს განვითარების სტრატეგიული ხედვის ფორმირებას ეხება, რაც ითვალისწინებს ევროკავშირის მიდგომების გათვალისწინებით ქვეყნის განვითარებას სხვადასხვა სფეროში. მათ შორის უსაფრთხოების განათლების, სოციალური პოლიტიკის, გარემოს დაცვის და ასე შემდეგ. ეს არის სავარაუდო სამუშაო მიმართულებები, რომელიც როგორც ვთქვით, შეიძლება მოდიფიცირდეს მას შემდეგ, რაც უკვე უშუალოდ ინტერესის ჯგუფები თუ ინდივიდები დაიწყებენ ამ ერთი კვირის ვადაში მუშაობას. ერთი ჩვენ უკვე აი ამ მიმართულებებით საინიციატივო ჯგუფმა დავიწყეთ სხვადასხვა ტიპის ნაბიჯების გადადგმა. ერთ-ერთ ქმედებას გადიზიარებთ, რომელიც უკვე დაწყებული გვაქვს და პროცესში გვაქვს და ეხება არსებული პროტესტის გაძლიერებას. მოგახსენებათ, რომ პრობლემოვლენებას ხატყორო საჯარო მოხელეების გათავისუფლება გახდა პროტესტის ჩახშობის ერთ-ერთი მიზეზი. მე წარმოვადგენ სოციალური მუშაკების თემს. ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვიყავით, რომელიც ეს რეპრესიები არ მომეჯდება ამ სიტყვის თქმა, რომ რეპრესიები განხორციელდა სოციალურ მუშაკებზე და პრობაციის სააგენტოდან გაათავისუფლეს 4 სოციალური მუშაკი და პროფესიულმა თემმა გამოუხატეთ სოლიდარობა, დავიწყეთ დავა სამსახურის წინაშე და აღნიშნულმა გამიჩინა მოსაზრება, რომ შეიძლება ეფექტური გახდეს და ალბათ გახდება, რომ სხვა ადამიანებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია რა არის მათი შრომითი უფლებები, როგორ შეიძლება იყოს ეს შრომითი უფლებები დაცული და თუ მათი შრომითი უფლებები ირღვევა, მაშინ რა მექანიზმები შეიძლება იყოს გამოყენებული და ერთ-ერთი მექანიზმი ამისი არის პროფკავშირები, რომელიც ვიცით, რომ განვითარებულ ქვეყანაში არის ბერკეტი იმისი, რომ დაცული იყოს ადამიანის შრომითი უფლებები და მონაწილეობდნენ შრომითი პოლიტიკის შედგენის პროცესში თვითონ დასაქმებულები. აი ამ იდეით და სურვილით გამოხატე როგორც ერთ-ერთმა რიგითმა წევრმა ასამბლეაში ინიციატივა, რომ დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დავიწყეთ შევხვდით სხვადასხვა ინტერეს ჯგუფების წარმომადგენლებს, თუმცა კიდევ გეგმავთ სხვა ჯგუფებთან შეხვედრას, რომ მივაწოდოთ მათ აი ამ მექანიზმზე ინფორმაცია და დავეხმაროთ ჩამოაყალიბონ პროფესიული კავშირები, ან გაწევრიანდნენ უკვე არსებულ პროფესიულ კავშირებში. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ასამბლეა არის ღია ყველა ინიციატივის მიმართ, რომელიც გააძლიერებს არსებულ პროტესტს და მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე და ეს არის ნამდვილად სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ დაუკავშირდეთ ერთმანეთს სხვადასხვა ინდივიდები და ინტერეს ჯგუფები, წარმართოთ კომუნიკაცია, გავაზიაროთ გამოცდილებები და ამგვარად გავაძლიეროთ ერთმანეთი და ამგვარად იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება მეტად ორგანიზებული, კოორდინირებული და მდგრადი პროცესი. წელან, როდესაც ხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადეთ მოშინშილე პატიმრებს, მინდა დავამატოთ კიდევ ერთი სახე. ეს არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიკოვი, რომელიც ასევე შიმშილებს უდავებდა. ძვირფასო მეგობრებო, უკვე ოფიციალური ნაწილის დასასრულს მინდა შეგითანხმოთ შემდეგი კრების თარიღი. ასამბლეის შემდეგი კრება შედგება ზუსტად ერთ კვირაში, 15 ფებრუარს. მანამდე გვექნება 3 შუალედური სამუშაო შეხვედრა. ასამბლეის შემდეგი კრების დღის წესრიგში იქნება რეგლამენტის და ეთიკის კოდექსის დამტკიცება და ჩამოთვლილი საკითხებით დამუშავება, მათგან კრიტიკულად მნიშვნელოვნების გამოკვეთა და მათზე სამუშაო კომისიების ინიციირება. ეს იქნება ზუსტად უკვე ერთ კვირაში. დამსწრე საზოგადოებას პატივცემულ სტუმრებს ვთხოვთ დღევანდელი განრიგის ფურცელზე დატანილი QR კოდის საშუალებით შეავსოთ უკავშირის კითხვარი და გაგვიზიაროთ შენიშვნები, შეხედულებები და ინიციატივები. მეგობრებო, კოლეგებო, თანამოქალაქეებო, სამუშაო პროცესი ინიციირებულია, ყრილობა შედგა, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა იწყებს მუშაობას.
მეგობრებო, როგორც გითხარით, წარმომადგენლებმა უნდა მოაწეროთ იმ ფიზიკურ კარტიას ხელი, რომელიც არის გარეთ მაგიდაზე. რითაც დაადასტურებთ იმას, რა პასუხისმგებლობაც აქ იგისრებთ და სტუმრებს მოგიწოდეთ, რომ გავიდეთ უკვე ფოიეში და არაფორმალურ რეჟიმში შეგვიძლია გავაგრძელოთ ლაპარაკი ნებისმიერ კითხვაზე, სადაც რომ გავცეთ პასუხი.